ჩვენთან არის ღმერთი. გულითადად და დიდი სიხარულით მოგილოცავთ ძე ღმერთის განკაცების იგივე იმავე შობის დღეს. დღევანდელი დღე, როგორც ყველა საუფლო დღესასწაული, უმნიშვნელოვანესია. იმიტომ რომ ქრისტეს მოვლენებს ასახავს. ეს იქნება მაცხოვრის მუცლად ჩასახვა ღვთისმშობლის მუცელში, ხარების დღესასწაული, ბზობისა, ფერისცვალებისა და კიდე სხვა და მათ შორის შობა და ყველაზე დიდი აღდგომა უფლისა. ყველა მნიშვნელოვანი დღეა. უბრწყინვალესი დღეებია. მაგრამ აი ღრმად თუ დაუფიქრდება კაცი და უბრალოდ რო შეეკითხოს საკუთარ თავს, რატოა მნიშვნელოვანი? პასუხი რა თქმა უნდა იქნება, რომ მაცხოვართან დაკავშირებულია და მაგიტო. ხა დაბადების დღე, როცა აქვს ადამიანს, აღნიშნავენ როგორც მისთვის განსაკუთრებული დღე. და ამიტომ სასიხარულოა, გასაგებია. მკვდართა აღდგომა, მაგალითად, აღდგომის დღესასწაული, სასიხარულოა, იმიტომ მაცხოვარი აღდგა, მკვდარი იყო და აღდგა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი არის ზედაპირული თქმა ამ ყველაფერთან მიმართებაში. რატოა ზედაპირული? იმიტომ რომ კი ბატონო, ქრისტოლოგიური საკითხია, ღმერთის განკაცებასთან დაკავშირებით მოვლენებია. მაგრამ სინამდვილეში ეს არის გადაბმული ყველა დღესასწაული და მათ შორის შობა, დასაბამი ჩვენი ხსნისა. გადაბმულია არსობრივად ჩვენ ბუნებასთან, ადამიანთან. ქრისტოლოგიური საკითხი თავისთავად არ ფასობს თუ არა ანთროპოლოგიაში. ანთროპოლოგია არის ანთროპოსი ადამიანია და ლოგია სწავლება. ოღონდ არასაერო ანთროპოლოგია იგულისხმება სასულიერო გაგებით, საღვთისმეტყველო გაგებით. ქრისტოლოგია ფასობს და მნიშვნელობს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთან მიმართებაში. აი, როდესაც ჩვენ ვიღებთ ისეთ საკითხებს, მსოფლიო კრებათა ეპოქები, პირველი მსოფლიო კრება, მეორე, მესამე და ყველა შვიდივე. აი, თუ კი ოდნავ იცის ადამიანმა ეს ეპოქა 4 საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა მსოფლიო კრებები. არიანელობა იყო დაგმობილი. აპოლინარი ლაოდიკიელის ერესი მეორე მსოფლიო კრებაზე. ნესტორიანელობა მესამეზე, მონოფიზიტობა მეოთხეზე. მეხუთეზე გაგრძელება იყო ნესტორიანელების დაგმობისა, ორიგენიზმი მეხუთე მსოფლიო კრებაზე. მეექვსეზე მონოთელიტობა და მონოენერგიტობა და მეშვიდეზე ხატმებრძოლობა. ყველა საკითხი აქ წამოჭრილი ამ მსოფლიო კრებებზე იყო ქრისტოლოგიური საკითხი. ქრისტეს ორი ბუნება როგორ არის შეერთებული ერთ პიროვნებაში. ზოგი ერეტიკოსი ამბობდა, რომ ქრისტე მხოლოდ ღმერთია, როგორც მონოფიზიტები მაგალითად, ან დოკეტისტები. ზოგი ამბობდა, არა, მხოლოდ ადამიანია, როგორც ნესტორიანელები და კიდე სხვანი. და როდესაც ადამიანი ამას განიხილავს, ვერ ხვდება, რომ რა მნიშვნელობა აქვს, როგორ იტყვიან. მონოფიზიტურად იტყვიან და უღრმესი საკითხებია ეს. ესი ადვილად განსამარტი კი არ არის, ეს უღრმესი ღვთისმეტყველებაა. ტერმინოლოგია უდიდესი. და ბოლო-ბოლო მიდის ადამიანი იმ საკითხთან, რომ რა მნიშვნელობა აქვს, როგორ იტყობდნენ. ქრისტე ხო ერთია და ყველა აღიარებს მონოფიზიტის და ნესტორიანელის და რა მნიშვნელობა აქვს? სინამდვილეში მნიშვნელობა აქვს იმ მხრივ, მხოლოდ იმ მხრივ, რომ თუ კი
ქრისტოლოგიური საკითხი არასწორად არის გაგებული, შეცდომით თუ არის გაგებული, ერეტიკულად, მწვალებლურად თუ არის გაგებული, მაშინ ჩემი ხსნა არ მომხდარა. ანთროპოლოგიური საკითხი წყდებოდა აქ. ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, თუ ქრისტეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის, მაშინ ჩემი ცხონების საკითხი არ არის გადაწყვეტილი. აი აქამდე მიდიოდნენ ყველა მოძღვარი. და ამიტომ სისხლის ფასად უჯდებოდა ყველა იმ მოძღვარს ათანასე დიდი, კირილი ალექსანდრიელი, მაქსიმე ამსარებელი, იოანე დამასკელი, უამრავი სისხლის ფასად იცავდა ამ ყველაფერს. საკმარისია არ დაეცვა მაშინ ისევ ძველ აღთქმაში ვიმყოფები ჩვენ, ამბობდნენ მამები. თუ ქრისტე არ არის ღმერთი, ჭეშმარიტი და ამავე დროს არ არის ადამიანი, ანუ ღმერთი არ განკაცებულა თუ, მაშინ ჩემი გამოხსნა არ ყოფილა. ისევ ძველ აღთქმაში ვცხოვრობ, ისევ მხსნელი მჭირდება მე. და ამაზე იყო აგებული მთელი საუკუნეების განმავლობაში ბრძოლა. ეხლა კითხვა, რატო მნიშვნელოვანი შობა მაცხოვრისა და ყველა დღესასწაული? როგორ უნდა იყოს გაგებული შინაარსობრივად ეს? ხსნა ჩემი, როგორც თქვით, ანთროპოლოგიური საკითხი უნდა გადაწყდეს, გასაგებია. რატო მინდა ხსნა? ძალიან კარგად ცხოვრობ მე. რაში მჭირდება ხსნა? ძველი აღთქმის კაცი ვარ. მოსეს პერიოდში ვცხოვრობ. ან თუნდაც დღეს მნიშვნელობა არ აქვს. დავიბადე, გავიზარდე, მომცეს განათლება, ცოლი მოვიყვანე, შვილები მყავს, შემოსავალი. რა ხსნა მჭირდება მე? რაში მჭირდება ის, რასაც თქვენ ეხლა მე მელაპარაკებით? მამანი იტყვის. რა ხსნა მჭირდება? რაზეა საუბარი საერთოდ? რა მსოფლიო კრებები იქ ვიღაცა მოცლილი იყო და ლაპარაკობდნენ და მე რაში მჭირდება? რა შეხებაა ჩემთან? აი სანამ კაცი ვერ გაიგებს რა არის დაცემა, იქამდე ხსნას რა თქმა უნდა აღარ ეძებს ის. ისედაც კომფორტულად არის მეტნაკლებად. იმიტომ რომ ბრმა არის ეს ადამიანი. ჩვენ ვამბობთ რომ ეს არის სულიერი სიბრმავე. როგორც უმეტესობა საზოგადოების წევრთაგანი. ცხოვრობს როგორც ცხოველი ცხოვრობს. ცხოველს არასოდეს არ დაებადება ახლა რა უნდა მიხსნას მე პატრონმა. ან მეორე ძროხამ მე რატო უნდა მიხსნას? რაში მჭირდება? აი ადამიანს ესეთი კითხვები ებადება განსხვავებით ცხოველებისაგან. და რა არის დაცემა? რას ამბობს ქრისტიანობა დაცემულობასთან დაკავშირებით? ესე იგი, შობასთან, როცა საუბრობთ, მაცხოვრის განკაცებასთან კავშირში, როგორ კითხულობ ჩვენ წამში, რომელი ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდა მოხდა ზეცით და ხორცნის შეისხნა სულისაგან წმინისა და ასე შემდეგ. ერთადერთი მიზეზი ღმერთის განკაცებისა ვარ მე. აი რაც ჩვენ თქვით, ქრისტოლოგია ანთროპოლოგიურ კავშირში, აუცილებლად. და ქრისტოლოგია არ ფასობს თავისთავად. ჩემთვის მოვიდა ქრისტე. ჩემისა ცხოვრებისათვის, ცხონებისათვის, გადარჩენისათვის. აი შობა რო გაგებულ იქნეს სწორად ორი ასპექტისაგან შედგება შეიძლება ჩვენი სასაუბრო თემა. პირველი ნეგატიური დაცემულობის შედეგი რა არის? რა არის დაცემულობა? რისგანაც ის პოზიტიური მეორე რისგანაც მაცხოვარმა აღმოიყვანა ადამიანი. პირველი ესე ნეგატიური
რა უნდა გამეკეთებინა მეში იგულისხმება ადამი, იმიტომ რომ ადამში ყველამ შესწოდა. რა უნდა გამეკეთებინა მე ადამიანს 60-ში ისეთი, რომ ღმერთის ჩამოსვლა იყო საჭირო. რა გავაკეთე ასეთი გასულ? და სინამდვილეში მე გავაკეთე ის, რომ არ ყოფნა მერჩივნა ყოფნას. მე სიცოცხლეს, ბუნებით სიცოცხლეს უთხარი არ მინდა შენთან ყოფნა მე ჩემებური ცხოვრება მინდა. შენ მეუბნები არ ჭამი, მე არ მაინტერესებს. მე მინდა ჩემებური ცხოვრება. და ღმერთს ბოროტება არ შეუქმნია. სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და აფრთხილებს ღმერთი ადამიანს. რა წამ შენ შეჭამ ამ ხისაგან სიკვდილით მოკვდები. რა არის სიკვდილი? სიკვდილი არის არ არსებობა, მოწყვეტა ჟანგბადისაგან. მე ვარ ჩემი მეფე. ღმერთი ვარ მე ჩემთვის. შევიქმენი საკუთარი ღმერთი, ჩემი თავი. ჟანგბადს მოწყვიტე საკუთარი თავი და თუ კი ღმერთმა არ შექმნა არარსებობა და ბოროტება. კულმინაცია ბოროტებისა რა არის? არარსებობა რა არის? სიკვდილი. სიკვდილი ღმერთს არ დაუბადებია. ღმერთის სიცოცხლეა, თავად სიცოცხლეა უფალი. და დაბადა თავისი შექმნილი ადამიანი და ყველაფერი მის გარშემო. მხოლოდ და მხოლოდ სიცოცხლისათვის. მაგრამ მე ვირჩიე არარაობა, არარსებობა, სიკვდილი. და შემოიტანა ჩემმა ცოდვამ ეს არაბუნებითი მდგომარეობა. სიკვდილი ადამიანიდან მოყოლებული, როგორი კარგიც, მართალიც, წმინდანიც არ უნდა იყოს კაცი, ყველა კვდება. ეს არის კატასტროფა ადამიანური ბუნებისათვის. ეს არის ყველაზე დიდი მტერი ადამიანთათვის. ყველას რისი ეშინია? უფულობის რატომ ეშინია? იმიტომ რომ მოვკვდები. ავადმყოფობის რატომ ეშინია? იმიტომ რომ მოვკვდები. სიცივის რატომ ეშინია? გავიყირე მოვკვდები. სიცხის ამეში მოვკვდები. ყველაფერი სიკვდილთან არის. ტოტალური სიკვდილი შემოვიდა კაცობრიობაში. ყველაზე დიდი მტერი. ერთ-ერთი წმინდანი ამბობს. ესეთი მე-20 საუკუნის დიდი მოღვაწე იყო, სერბი, იუსტინე პოპოვიჩი იყო, ღირსი, უდიდესი კაცი იყო. ამბობს ესეთ რამ, როგორ უნდა გაარჩიო ჭეშმარიტი რელიგია არა ჭეშმარიტისაგან. ძალიან მარტივია. იმ რელიგიაში, რომელსაც შენ მისდევ, ის ღმერთი, ალაჰი იქნება თუ სხვა, უნდა კითხო, ეს ღმერთი მე მიხსნის სიკვდილისაგან თუ არა? აი, ყველაზე დიდი მტერი სიკვდილია. შენ, რომელსაც მე უერთგულებ და ვემონები, შენ მე მიხსნის სიკვდილისაგან თუ არა? თუ არ მიხსნი, მე ღმერთი არ ამჭირდება. ანთროპოლოგიური რო თქვით თავიდან. ამიტომ მოვიდა ქრისტე რომ სიკვდილი აღარ არის. ის არის გარდაცვალება, რასაც ჩვენ ვუყურებთ. ერთი ფორმიდან მეორეში შეცვლა. სიკვდილი როგორც გაქრობა, თუ მანამდე ქრისტემდე იყო გაქრობა, იმიტომ რომ ყველა ჯოჯოხეთში მიდიოდა. ჯოჯოხეთში ცხოვრება არ არის. კი, არსებობა არის, მაგრამ ვაი ამ არსებობას. არსებობა აღარც ეწოდება მას. არ არსებობა. აი რა შემოიტანა მაცხოვარმა თავისი განკაცებით. დაინახა უდიდესი მტერი, რომელიც ადამიანმა საკუთარ თავს მოუვლინა. ღმერთს არ მოუვლენია სიკვდილი. და ამ სიკვდილისაგან ვერავინ ვერ ამოიყვანდა ადამიანს.
ამიტომაც საჭირო იყო თავად სიცოცხლის განკაცება. რას ქვია სიცოცხლის განკაცება? სიცოცხლე იღებს, ანუ ღმერთი სიცოცხლე იღებს მოკვდავ ხორცს. იმას, რაც ადამას საკუთარ თავს დამართა, იმ ხორცს იღებს. ისე კი არ მოდის ლანდათ, აი მე ღმერთი ვარ და თქვენ აქ პატარა უხეში გაუბედურებული, არა. აი ამ ხორცს შენნაირი ხვდები მე. რომ შიგნიდან მოვსპო ის მტერი შენი. რომ სიკვდილი აღარ იყოს კაცობრიობაში. და თუ ის პირველი ნეგატიური იყო ჩვენ თქვით, ეხლა პოზიტიური. აი პოზიტიური. მიიღო ხორცი დაცემული. სიკვდილ შემოსილი. ნეფსით მიიღო მან. შობისას დღევანდელ დღეს მაცხოვარმა დაცემული ბუნება მიიღო ჩვენი. აი ამ სიცოცხლემ მისთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, როგორ შეიძლება სიცოცხლემ მიიღოს ხორცი მოკვდავი. ელი ელი ლამა საბაქთანი ამბობს ჯვარზე. ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტე, რა სიტყვებია, რომ შეიძლება ღმერთი ღმერთმა დატოვოს. ეს არის მთელი ღაღადისი კაცობრიობის მაცხოვრის პირით გამოთქმული. ეს რა დღეში არიან ესენი? მოკვდავ სხეულში ცხოვრობენ ესენი. და ჩემთვის როგორც სიცოცხლისათვის ეს წარმოუდგენელია. და თავისი ძლევამოსილი აღდგომით ის მოკვდავი სხეული, რომელიც მიიღო მან, ჭეშმარიტად ადამიანი რო გახდა. აღადგინა მკვდრეთით და ამაღლა ზეცად. და ამით აჩვენა კაცობრიობას, რომ მე თქვენ მაინტერესებთ. მე თქვენთვის მოვიცალე, უხეშად რო თქვათ. უამრავი საქმე მაქვს მე. ცხოველები, ოკეანეში სამყაროა მისახედი, პლანეტები, ძალიან ისე პირობითად ვამბობ, ცოტა სასასილოთაც. თქვენთვის მოვიცალე, ამ უგუნური ხალხისთვის, რომელმაც სიკვდილი შემოიტანა კაცობრიობაში და ყველა იქიდან გამომდინარე, როგორც ადამი მთელი სიცოცხლე იღუპება, ყველაფერი კვდება. მის გამო კვდება, ცხოველები კვდება, ერთმანეთს ჭამენ ცხოველები. ეს სოდომ შემოიტანა. ადრე ცხოველების ჭამა არ იყო. დღეს ხოცავენ ადამიანები, რომ რაღაცნაირად გამოძღეთ, აბადიეთ ამ სიტყვაზე. აი რამ მდგომარეობაში ვართ. აი ქედან ქრისტემ ადამიანურობა გასწავლა. თქვენ ცხოველები კი არ ახართ, ერთმანეთს კი არ უნდა ჭამდეთ. ეს საცხოველეთი ამ სიკვდილისაგან რომ დაიხსნა საკუთარი თავი, ერთმანეთს ჭამენ ადამიანები. სიკვდილი ტოტალური ავადმყოფობაა. გეყოფათ. ეხლა უნდა აღვადგინოთ ეს ბუნება. და ნახეთ სადამდე მივედით. ორი ბუნება მაცხოვარში. მსოფლიო კრებები რო თქვით. რომელია ზეღმერთი? მხოლოდ ღმერთია თუ მხოლოდ კაცია? ორივე უნდა იყოს ერთად. შეუძლებელია ერთ-ერთი დარჩეს. მხოლოდ. თუ დარჩება ადამიანი მხოლოდ, ქრისტე თუ მხოლოდ მაშინ ადამიანს ვერ გამოიხსნის. თუ მხოლოდ ღმერთია, მაშინ იმან რა იცის ჩემი ტკივილი? რომ უნდა აღადგინოს ადამიანთა ბუნება. ორივე ჭეშმარიტად უნდა იყოს დაცული მასში. სიცოცხლე ჩადის სიკვდილში. სიკვდილი ვერ ატყვევებს მას. ბუნებითი სიცოცხლეა და მაგიტო. აი ამიტომ იყო განკაცება მნიშვნელოვანი. ამიტოა შობა მნიშვნელოვანი მაცხოვრის. მასში ორი ბუნება საფრთხო და ადამიანი სრულად არის დაცული. ამ ტერმინს მაინც ვიტყვი, ხლა რთულია, მაგრამ
მაინც ვიტყვი, მაინც იქნება ვინმეს დაინტერესდეს. აი ამ ორი ბუნების შეერთებას მართლმადიდებლობაში ეწოდება პერიხორესისი, ანუ ურთიერთდამტევნელობაი. რას ნიშნავს ურთიერთდამტევნელობა? საღვთო ბუნება იტევს ადამიანურ ბუნებას. ოღონ იმ საზღვარს არ ცილდება ეს დამტევნელობა, ის არ შთანთქავს, როგორც მონოფიზიტები ამბობენ. საღვთო ბუნება ძლიერია, შეიძლება შთანთქას ადამიანური ბუნება. არა არ შთაუნთქვია. და მეორე მხრივ, ადამიანური ბუნება სრულად იტევს საღვთო ბუნებას. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. როგორც შეიძლება ადამიანური ბუნება, კანინი, საღვთო ბუნება და აბსოლუტურად, მაგრამ მაცხოვრის პიროვნებაში ერთადერთი მოვლენა მოხდა. და იმიტომ ახსნელი იგი, რომ ორივე ბუნება ერთმანეთს იტევს და ზღვარი მაინც დაცულია. არც ერთი არ არის შეთქვეფილი მეორეში. შეთქვეფილი რო იყოს, ან ერთ-ერთი გამოყოფილი იყოს. გამოხსნა არ იქნებოდა ჩემი. აი ამას ებრძოდნენ, აი ერეტიკულ აზრებს ებრძოდნენ, რომლებიც თიშავდნენ ორ ბუნებას მაცხოვარში. ამას ებრძოდნენ წმინდა მამები. ჩემი გამოხსნის საკითხი წყდებოდა. მე ადამი რო ვარ, იქიდან შთამომავლობა რო ყავს ვიდრე 21 საუკუნემდე. მე რა მეშველება ამ ტირანისაგან, სიკვდილისაგან მე რა მეშველება. ეს ხო არ არის ნორმალური. ვიღაცამ შეიძლება თქვას, მაგრამ არის, ყდება ყველა. ეს ნორმალური არ არის. ამიტომ დღესასწაულობთ ყველაზე დიდ მოვლენას, სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნულობას. აღარ არის სიკვდილი. მართლმადიდებლებმა უნდა ვიცოდეთ ეს, რომ სიკვდილი აღარ არსებობს. ამიტომ მოვიდა, თუ სიკვდილი ისევ არის, იმ გაგებით, როგორი გაგებიც მას ჰქონდა, მაშინ ქრისტეს მოსვლა აბსოლუტურად უაზროა. მაშინ მხსნელი არ არის. ხო ჩვენ ვამბობთ, ცოდვებისაგან გვიხსნა, კაცმა არ იცის, რა იგულისხმება ამ ცოდვებისაგან ხსნაში, რატო გაეკრა ჯვარზე, რა უნდა რისთვის მოვიდა. ერთადერთის გამო მოვიდა, რომ სიკვდილი აღარ ყოფილიყო ადამიანებში. და ეს, რა თქმა უნდა, მან განახორციელა საკუთარი ბუნების მკვდრეთით აღდგინებით. და ჩვენც მის მსგავსად, რადგანაც მისეული სხეული გვაქვს ჩვენც. ჩვენც აუცილებლად ავდგებით მასთან ერთად. ჩვენი დროებითი ყოფნა გარდაცვალებაში წავა ყველა შემთხვევაში. გარდაცვალებაში. თუ ეს მე არ მჯერა, ჩემო ბატონო, მე ეკლესიაში არაფერი არ მესაქმება. ეკლესიაში წმინდა წყალს არ ვარიგებთ. როგორ არ ვარიგებთ, მაგრამ ამიტომ არ არის ეკლესია. და სანთლების დანთების გამო არ არის ეკლესია მნიშვნელოვანი. და კიდე სხვა რაღაცეების გამო. ეკლესია იხსნის ადამიანს, ჭკუაზე მოყავს ადამიანი, რომ სიკვდილი აღარ არსებობს. ეს თუ შენ ვერ გაიგე, არც მაცხოვრის შობა გაინტერესებს სინამდვილეში და არც მისი აღდგომა. რა საჭიროა საერთოდ? ეს ყოველივე. და მე გართობანაზე გადავდივართ, ეკლესიურ გართობანაზე, მიმოსვლებზე, წასვლა-წამოსვლაზე, დანთება არ დანთებაზე, შეღებვა არ შეღებვაზე და ასე სხვა. და რაც იყო ლიტონი კაცი, ეკლესიაში რომ მოვიდა და გონზი არ იყო, დაბერდება 100 წლისა და მაინც გონზი არ იქნება. იმიტომ რომ თავარი ვერ გაიგო. ზარღვი ვერ გაიგო. და ამიტომ დადის აქეთ-იქით. ფორმალური, გარეგნული, არაფრის მთქმელი
რელიგიაა შენთვის. იმიტომ რომ დაუბრუნდები ისევ პოპოვიჩის სიტყვას, თუ მე ჩემი ღმერთი სიკვდილისაგან არ მიხსნის, მე ესეთი ღმერთი არ ამჭირდება. ალლაჰი არ იხსნის სიკვდილისაგან. არც ბუდისტები პირდაპირ გაქრობაზე ფიქრობენ. კითხეთ მუსლიმს, როგორ არა არსებობს სიკვდილი და ოღონდ იქ გართობაა მერე. ქრისტიანი ამბობს, სიკვდილი არ არის. დაახსნა სიკვდილი ქრისტემ და მაგიტო. ჩემი ღმერთი გამათავისუფლებელია იმ ტირანისაგან, რაც მე მტანჯავს და მტანჯავდა. და თუ ესი არ არის, მაშინ მე ის ღმერთი საერთოდ არ ამჭირდება. რომ ის ღმერთი ჩემთვის უნდა მოსულიყო. ჩვენთვის განკაცდა, რომ აღვედგინებინეთ. აი ესეთ უბსკულში ვიყავით, ასე დაცემულობაში ვარ ჩვენ. სიკვდილი გვებრძვის ყველა მხრიდან, გვებრძოდა. აქედან გათავისუფლდა კაცობრიობა. მაცხოვრის შობით და აღდგომით. დაგლოცოთ ღმერთმა და უდიდესი სიხარული მაცხოვრის განკაცებისა დღევანდელი დღიდან იწყება მთელი დახსნა სიკვდილისაგან და კულმინაცია ამისი არის აღდგომა და ამაღლება ზეცად. ამიტოა ჩვენი ღმერთი, ჭეშმარიტი ღმერთი, სიკვდილის დამხსნელი. ჯვარი გეწეროთ, გულითადათ მოგილოცავთ დიდი სიხარულით, გაიხარით.